რამოდენიმე დღის წინ ვუყურე Demon Slayers Infinite Castle უსასრულობის ციხესიმაგრის ფილმს და კიდე წინა კვირას ვუყურე Chainsaw Man-ის Rise Arcs ფილმს. და რახან ყველა საუბრობს ამორზე, რომელი უკეთესი იყო, კიდე ანიმაციის მხრივ, კიდე სიუჟეტის მხრივ, და თვითონობაში ფილმი და даже ორივეს მანგა წაკითხული მქონდა. ვიფიქრე ანიმაციის კონკრეტულად ვიდეოს შევწერმეთ და ვიზუალზე. ანიმაციას რაც შეეხება, ათუნდაც რეჟისურა შეიძლება კითხვა იყოს, რომელი ჯობიაო, მაგრამ პასუხი აშკარაა. Rizes ფილმი უკეთესი იყო და სიუჟეტს რაც შეეხება თვითონობაში ფილმს, მაგაზე კითხვაც არ უნდა იყოს. Rizes ფილმი უკეთესი იყო. Rizes ფილმი იყო ეს შემთხვევა, როცა ანიმატორებმა და რეჟისორმა და ყველამ რო გადაწყვეტს, რომ იცით რა, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩვენი მაქსიმალური კრეატიული ხედვა გადავიტანოთ ამ ფილმში და 100%-ით არაჩვეულებრივი ფილმი შევქმნათ. და Demon Slayers ფილმი იყო ეს შემთხვევა. რამდენი დაზოგვა შეგვიძლია, როცა მშობლები შეინახავენ ტკბილეულს ნამცხვარს რაღაცას და შენ იპარავ ამას, შუმა ჭამ და ეს მომენტია სადამდე გაქაჩავ და რამდენს მოიპარავ, სანამ შემჩნევი რომ იპარავ. და ფაქტი რომ Demon Slayers ანიმეს თუნდაც ფილმებს, Mugen Trains ან ანიმეს ან ამას Infinite Castle-ს აქებენ საუკეთესო ანიმაციის გამო, ფაქტია ეს ყველაფერი მუშაობს. ყველაფერი მარტივად ვთქვათ, ძალიან ჭკვიანურად გააკეთეს და რეგულარული მაყურებელი ნაკლს თუ შეამჩნევს. მაგალითისთვის, თუ Rizes ფილმში, რანდომულ სცენაშიც კი, მაგალითისთვის, როცა Denji და Rize საუბრობენ, არის character animation, ანუ პერსონაჟის ანიმაცია და ესეც გაკეთებული არაჩვეულებრივად და არა მხოლოდ ანიმაციის მხრივ, ანუ რეჟისურის მხრივ არაჩვეულებრივია, კომპოზიციები არაჩვეულებრივად არის განაწილებული რეჟისორსაც და ანიმატორსაც ჭკვიანურად გაკეთებული, ასევე რანდომულ სცენებში არაჩვეულებრივი კომპლექსური პერსონაჟის ანიმაცია, character animation, ანუ ნებისმიერ სცენაში სადაც კი რამე დიალოგია, დიალოგიც კი ანუ ანიმაცია არის გაკეთებული პერსონაჟების და რაღაცა კრეატიული სცენაა ჩასმული. ეს მომენტი არ არის რომ როცა დიალოგია, აქ შეგიძლია უბრალოდ still frame-ები ჩავსვათ, უმოძრაო კადრები ჩავსვათ და ანუ ამაზე დრო დავსოკოთ. განსხვავებით Demon Slayers-ისა, რომლის შემთხვევაშიც სტუდიოს მთელი მიზანი არის ის, რომ ფილმი იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი. Okay? არა თუ 2 საათი, რომელიც ანიმე ფილმისთვის უკვე დიდი დროა, არამედ 2 საათნახევარი, რომ ბილეთების ფასი უფრო მაღალი იყოს, უფრო დიდი იყოს და შესაბამისად რახან Demon Slayers პოპულარული ანიმეა წარმატებული შოუა და პირველმა ფილმმა Mugen Trains ფილმად გაამართა და არა მხოლოდ Mugen Trains, არამედ მაშინაც კი როცა სერიები გამოუშვეს ფილმებად, რომელსაც ისეც ხურებდი, როცა ონლაინ გამოვიდოდა სტრიმინგ სერვისებზე და პლუს რეკაპი იყო წინა სეზონის. ანუ როცა იქ 3 სერიას აჩვენებდნენ, მაშინაც კი გაიყიდა ბილეთები. ანუ უკვე იციან რომ წარმატებული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში რაც გააკეთებენ. თავარია ვიზუალურად ლამაზი გამოიყურებოდეს. არა ტექნიკურად თვალსაჩინო რთული და კარგი, არამედ ლამაზი. და როგორც აქამდე ვერ შეამჩნევა ერთმა მაყურებელმა ეს მომენტი რომ ზოგავენ დროს და ყველა ანიმაციას ვერც ამ შემთხვევაში ვერ შეამჩნევენ. იმიტომ რომ ფილმის დასაწყისში თუ არ შევხვდით, როცა ჰაშირები პირველად ხვდებიან ციხესიმაგრეში და იქ არის არაჩვეულებრივად გაკეთებული რამოდენიმე სცენა, კომბინირებული 2D-და 3D ფონები, დარჩენი სცენებისაც კი არის ფლეშბექები, ყველა სცენაში არის still frames. პერსონაჟები დახატულია ერთ ადგილას, კადრი დახატულია ერთ ადგილას და მერე ამ ნახატზე დადებულია ტონა უამრავი, კარგად გაკეთებული, მაგრამ მაინც კომპოზიტი კი მარტივად ვთქვათ, პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული ფილტრი. განტირებულად იმ სცენების 90%-ში სადაც პერსონაჟები არ იყვნენ და მხოლოდ CGI ფონები იყო და განათება და კომპოზიტინგები იქნება დაწესებულებული ვარ მინდობილი იქნებათ ალგორითმისთვის და პროგრამისთვის და ასევე არა მხოლოდ ფლეშბექებში და არამედ შუა ბრძოლებში ჩასმულია still frame-ები, პერსონაჟები არ მოძრაობენ, არც რამე განსაკუთრებული კრეატიული კადრებია ჩასმული ანუ კომპოზიციების მხრივ. ანუ სცენაში როგორია გადაწილებული სწრაფი პერსონაჟები და ფონები, სხვა სცენები, art direction შემთხვევაში რაც შეეხება ფონებს, ანუ კი, კარგი ფონებია გაკეთებული ლამაზი, მაგრამ უმეტესობა დაფარულია კომპოზიტინგით და ეს ვიზუალი შექმნილია უმეტესობაში კომპოზიტინგით და განსხვავებით უფრო მეტად სტილიზებული და 2D ფონების მაგალითად როგორც არის Alusive Samurai-ში, ამდენად რეალისტური. ანუ გამოყენებული 3D ფონები, რომლებშიც ექშენ სცენებია, მაგრამ სხვა სცენებში როგორც მოხდის ჩვეულებრივი ტრადიციული 2D ფონი, რომელიც სხვადასხვა ფენად არის დახატული, ანუ 2 layer-ზე. ან მეტზე. ანუ მთლიანობაში ჩვეულებრივი სტანდარტული მეთოდია, არაფერი პრობლემა არ არის მაგაში. უბრალოდ იმაზე ვცდილობ გამახვილებას ვრატობს, რომ უმეტესობა ეს cinematic, ანუ ფილმის ვიზუალს როქმის და რაღაცა ულამაზეს cinematic-ურ შეხედულებას ქმნის, არის გაკეთებული კომპოზიტინგის საშუალებით, მაგალითისთვის შინობუს და დომას ბრძოლაში.
მიზეზი რატოც ვამახვილებ ამაზე ყურადღებას არა იმიტომ რომ რამე ვარიანტში ცუდია კომპოზიტინგი პირიქით არის ჩვეულებრივი სტანდარტული მეთოდია ანიმაციის უბრალოდ like მიზეზი რატოც გამოიყურება ასე სინემატიკურად და ლამაზად ანიმაცია არის ამ ეფექტების გამო მაგრამ როგორც მივხვდი ხალხს გონია ხოლმე რომ ეს ყველაფერი 2D ტრადიციული ანიმაციის მეთოდებით არის გაკეთებული და მე ხვდები ხოლმე ჩემი დაკვირვებით რაც კომენტარებში ხვდრია რომ რეალურად ვიზუალური ეფექტებით არის გაკეთებული და არა 2D ანიმაციით. ანუ თავისთავად აქვე უნდა ჩავემატებინა რომ 3D ანიმაციაში იმდენად გარკვეული არ ვარ და იმდენად კარგად არ მესმის რადგან ეს 2D ანიმაცია. თუმცა კი ან ჩემი გაგებით რაც გამართლა გასაკვირია არის რამდენი 3D ფონები იყო გამოყენებული. და მთელი Infinite უსასრულობის სიმაგრისთვის არ ვიცი რაც ვთქვა ინფორმაცია 3 მილიონი თუ 7 მილიონი 3D არქიტექტურული ნაგებობა იყო შექმნილი ამ ფონისთვის და ამას დახარჯეს 3 წელი. რაც არაჩვეულებრივია. მაგრამ ეს გარანტირებულად მოგება იქნება მეორე და მესამე ფილმისთვის. იმიტომ რომ თავისთავად მოუწევთ ამ 3D ასეთების არქიტექტურული ნაგებობების გამოყენება შემდეგი მეორე და მესამე ფილმისთვის. და მიუხედავად რომ თელმბაში 3D ანიმაციის ჯგუფს და 2D ანიმაციის ჯგუფს შეთანხმებულად უწევთ მუშაობა, მაგრამ ეს შეთანხმებული მუშაობაცა საუბარია უშუალოდ სცენების განაწილებაზე, ანუ ქორეოგრაფიის და მსგავს რაღაცების შედგენაზე. როცა უშუალოდ ანიმაციაზე მიდგება საქმე, არ არის ეს მომენტი რომ ჯერ 3D უნდა დავასრულოთ, მარტო ამის შეუძლია 2D ანიმაციის გაკეთება. ეს 3D ფონზე 3 წელი დახარჯული 3 წელი და ფონების დახარჯული დრო არ ზღუდავს 2D ანიმატორებს, რომ უფრო უკეთესი ანიმაცია გააკეთოთ 2D ანიმაციისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა 2D ანიმაცია მაინც ძალიან მინიმალისტური იყო. აი 2D ანიმაციის რო იმ დონეზე ყოფილიყო, რაც like 3D ანიმაცია, თავისთავად კითხვა არ იქნებოდა, ანუ რომელი ფილმი ჯობია, ანუ რიზეს ფილმი ან დემონსტრერის ფილმი. მაგრამ უშუალოდ ამ 3D ანიმაციაზე დახარჯული დროისა და 3D ფონებისა და ნუ ასევე კარგი კომპოზიტინგისა ტექნიკურ თვალსაზრისით არაფერი like ისეთი გასაკვირი არ არის და ესეც ანუ 3D ფონების ამ დონეზე გამოყენება და like უფრო მეტად გასაკვირია იმის გამო რომ Ufotable ანუ ჰიბრიდი ტექნიკურად ჰიბრიდი ანიმაციის სტუდიო ანუ 2D-ს და 3D ანიმაციას ერთდროულად იყენებენ. მაგრამ როგორც თქვი თავისთავად ეს 3D ფონები მოგება იქნება მეორე და მესამე ფილმისთვის. ამ შემთხვევაში 3D ფონები Chainsaw Man-შიც და ასევე სხვა უამრავ ანიმეში გამოყენებული. უბრალოდ Infinite Castle უსასრულობის ციხესიმაგრის შემთხვევაში like გასაკვირია რა მასშტაბის იყო გამოყენებული, რა მასშტაბზე იყო გამოყენებული. და იმ სიაში სკრინოთაც წინასწარ აჰაიპებდნენ აკასას ფინალური შეტევაო, რომელიც როგორც ახსოვს ნოზუმუაბეს გაკეთებულია, ერთ-ერთი საუკეთესო ანიმატორი Ufotable-ს და Demon-ს. ან ტექნიკური თვალსაზრისით ეს სცენა არაფერი like განსაკუთრებული და გამორჩეული და გასაკვირი არ იყო ტექნიკური თვალსაზრისით. ანუ ერთ-ერთი რაც იყო გასაკვირი, რამდენი ფრეიმი კადრი იყო თითქმის დახატული. ან თავისთავად 5000 კადრი გამოდახატა ანიმატორმა ამ ინდივიდუალური სცენისთვის, რაც like ძალიან დიდი შრომა და წვალებაა, მაგრამ მსგავს ვარიანტში შევადაროთ მაგალითად მთელი ეს სცენა, რომელიც კომპლექსური კამერის მოძრაობა და ერთი უწყვეტი კადრია გაკეთებული, ერთი ანიმატორის დახატულია გაკეთებული. და ანუ შეგვიძლია შევადაროთ დემონსტრერის ეს სცენა და მსაგვირო აკადემიის ფილმიდან ეს სცენა. და ამ კონკრეტულ სცენაზე ვამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ იუტა კანაკამურამ ერთ-ერთმა საუკეთესო კი არა, შეიძლება საუკეთესო ექშენ ანიმატორმა, რომლის ანიმაციები like შეიძლება პროფესიონალი გქონდეთ, ანუ დაპოსტა, როცა საგმირო აკადემიის მეორე ფილმზე მუშაობდა, იუტა კანაკამურაც კი გაკვირვებული იყო მის გვერდით მნიშნულ ანიმატორს, სახელი არ მოხსენებია, რამდენად ბევრი სამუშაოს გაკეთება მოუწევდა თავისი სცენისთვის. ეს მომენტა პოსტი და ეს ჩემი ვარაუდი არ არის დიდი ხნის წინ შემხვდა ვიღაცის ვიდეო დიდი შანსი რომ ნორი მისუზუკი ანიმატორი რომელსაც ეს სცენა გაკეთდა საგმირო აკადემიაში არის ის ანიმატორი რომელსაც იუტა კანაკამურა საუბრობდა. ანუ ამიტომ როგორც თქვი დემონსტრერის ფილმი ეს ვარიანტია რაზე დაგვეხარჯება უფრო ნაკლები დრო, მაგრამ საბოლოოში კარგი გამოჩნდება, ოკეი? სადაც უფრო ადვილი იქნება კომპოზიტინგით გაკეთება, ვიზუალის კომპოზიტინგის გამოყენება, კომპოზიტინგს ვიყენებთ, სადაც 3D ფონები უფრო მარტივი იქნება, იმიტომ რომ 3D მოდელი შექმნილი გვაქვს და like მაგ ფონისთვის გამოგადგება, სადაც უფრო მარტივი იქნება, რომ იცი რა, like ლეიერი გავაკეთოთ 2-3, ანუ 2D ფონების და მაგით შექმნათ ვიზუალური ეფექტი გამოყენებულია. ეგ ყოველთვის როცა ექშენ სცენარი და არ არის საჭირო ანიმაციის გაკეთება, არანაირი ქერექტურ ანიმეში არ არის გაკეთებული. და უფრო მეტიც ექშენ სცენებშიც რეალურად ძალიან დაზოგილია დრო. მაგალითისთვის შინობუს ბრძოლის სცენაში, როდესაც შინობუს სწრაფად მოძრაობა უნდა დაეჩვენებინათ, ამას აკეთებენ არა like ტექნიკური თვალსაზრისით რთული ანიმაციის გაკეთებით, მაგალითად რა შემთხვევაც იყო Elusive Samurai-ის მე-9 სერიაში, რომელიც რანდომული ანიმეს სერიაა და არა ფილმი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანიმესი თან ფინალური არგი.
არამედ რანდომული ბრძოლა. ბრძოლაში პრაქტიკულად იგივე მეთოდებს იყენებენ ანიმატორები და რეჟისორი, რაც გამოყენებული იყო გაარას და როკის ბრძოლაში 20 წლის წინ გამოსულ ყოველკვირეულ ანიმეში. უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და კომპოზიტინგის და სხვა რაღაცების საშუალებით, CGI-ის საშუალებით უფრო ლამაზად და უკეთესად გაკეთებული. მაგრამ პრინციპი იგივეა. ცები ცვლება სწრაფად კადრები და შინობუ ხან ერთ სცენაში, ერთ ფრეიმში გამოჩნდება, ხან მეორეში. როცა ანიმაცია გასაკეთებელი, უმეტეს სცენაში, პერსონაჟი კი არ მოძრაობს, ეფექტებით არა გადაფარული და ეფექტებით არის მოძრაობა გაკეთებული. დააპგრეიდებული DBZ-ის სტილი მარტივად რო ვთქვათ. როცა სერიალში მსგავს სცენაში პერსონაჟის ჩქარად მოძრაობის მშვენება უნდათ, რა არის გაკეთებული რანდომულ ანიმეში, ალვის სამურაიში არის ეს სცენა. თეონობაში რეალურად უფრო დიდი ხანგრძლივი სეკვენსი ვიდრე დემონსტრერში შინობუს და დომას ბრძოლა იყო. და შინობუს ბრძოლა თეონობაში დაწერილია დიალოგებზე და ფლეშბექებზე. მსგავსი შემთხვევა იყო ზენიტის ბრძოლაზე, შედარებით უფრო მეტი ანიმაცია და ტექნიკური ფანტაზიით უფრო რთული სცენები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ არაფერი გრანდიოზული. მსგავსი შემთხვევა იყო ასე რა ქვია აკაზას და ტაჯიროს და გიუს ბრძოლაზე. იქ შედარებით მეტი სეკვენსი იყო ანიმაციის და იქ გამომდინარე რომ ფინალური ბრძოლა იყო შედარებით მეტი გააკეთეს. იმ შემთხვევაში დრო გაწელილი იყო ფლეშბექებზე და დიალოგებზე. უმეტესობა სცენები იყო ესეთი, როცა პერსონაჟი დგას, ფაქტობრივად მინიმალისტური მოძრაობა და ამ თეონობაში სცენა დაფარულია კომპოზიტინგით, ეფექტებით და CGI კვამლით. სპეციალური ეფექტები ვიზუალისტვის კარგად არის გაკეთებული, მაგრამ თვითონ უშუალოდ ანიმაცია არის ძალიან შეზღუდული და მინიმალისტური. კომპოზიტინგის რო და CGI-ის გამოყენებისთვის, ვიზუალური ეფექტების რო სტუდიო Ufotable განვითარება აქ და უკეთესია ვიდრე Ufotable სხვა ფილმები, დემონსტერის და Mugen Train იქნება თუ უშუალოდ ანიმე. მაგრამ თლიანობაში მაინც ყველაფერზე მოკლე გზებია მოჭრილი და ლაჩილება დაზოგილია დრო. და ამიტომ თლიანობაში ეს პრობლემა არ არის. ანიმაცია არის ჭკვიანურად და კარგად გაკეთებული და რის გამოც ყველა ნებისმიერ სხვა ანიმეს შევაქებდი, ოკეი? შევაქებდი, მაგრამ დემონსტერი არის ანიმე, რომელიც არის მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმე და ყველაზე შემოსავლიანი ანიმე. ექვსას რაღაცა მილიონი შოუს, ხო? და სტუდიოს ძალიან დიდი მოგება ეხებოდა. პლუს ანიმე, რომელიც როგორ თქვა, ყველასთან გადაფასებულია ანიმაციის გამო და როცა საუბარი მიდგება იმაზე, რომელ ანიმეს აქვს საკუთარი ანიმაცია, დემონსტრერი რო არ ახსნა, არ შეიძლება. და მესამე პრობლემა არის, რომ თუ რამის გამო იტყვი, რომ დემონსტრერს მაგარი ანიმაცია ქონდა, კარგი ანიმაცია ქონდა, იყო 3D CGI და კომპოზიტინგი და არა 2D. რის გამოც აქებე ხოლმე და რასაც გულისხმობ ხოლმე რომ საუბრო დემონსტრერს საკუთარი ანიმაცია აქვს, გულისხმობ 2D ანიმაციას და მთლიანობაში ვიზუალს. როგორც წესი 99% შემთხვევაში დემონსტრერის ანიმაციაზე არის გასაკვირი და გასაოცარი არა ის, რამდენად მასშტაბური რამე გააკეთეს და რამდენად გასაოცარი და რთული რაღაც გააკეთეს, არამედ ის, რამდენად მარტივად გააკეთეს და რამდენად დაზოგეს დრო, როგორ თქვა, მოკლე გზები მოჭრეს. ეგა